ოზურგეთში ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნა. თათია სამსონიძე განაგრძობს თემას. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ოზურგეთში ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭო ადგილობრივ დონეზე შექმნილი საკოორდინაციო ორგანოა, რომლის შემადგენლობაშიც პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრობაციის ბიუროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების სხვა წევრები იქნებიან. Ჩვენი ფუნქციები იქნება ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს ფუნქციებში შედის გარკვეული პერიოდულობით შეკრება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა, საზოგადოების სასარგებლო შრომის გამოყენების გააქტიურება, ასევე ადგილობრივი მუდმივმოქმედი საბჭოს ფუნქცია არის გარკვეული ინიციატივების და წინადადების წახალისება, რომელიც მიმართული იქნება რეგიონში არსებული დანაშაულის პრევენციისაკენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე საბჭოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, საბჭოს მუშაობა ძალიან წარადგება ამ პრობლემატურ საკითხებს. ამ საბჭოს ნამდვილად შეუძლია კარგი საქმის კეთება და პრევენციული ღონისძიებების გატარება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან წარადგება ამ მართლაც და პრობლემატურ საკითხს. აქედან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი ჩავერთვებით ამ საბჭოს მუშაობაში და ვიქნებით აქტიურები.